Hai, გაინტერესებს წონაში როგორ უნდა დაიკლო? მე გეტყვი. ვიღაცებს 2025 წელს ჯერ კიდევ გონიათ, რომ პრობლემა არის შაქარი და ცხიმი და ფუნთუშეულობა და ასე შემდეგ. არა, პრობლემა ეგ არაა. პრობლემა ისაა, რომ ბევრ ადამიანს, დაჟე იმათაც, ვისაც ნუტრიციოლოგია მეტნაკლებად ესმით, რატომღაც არ უნდა დაჯერება იმისა, რომ ყველაფერი დადის თერმოდინამიკის კანონებამდე, რომ შენ ორგანიზმს რამდენი კალორია ჭირდება, იმდენს თუ შეჭამ, არც დაიკლებ, არც მოიმატებ, თუ უფრო ნაკლებ შეჭამ, დაიკლებ, თუ უფრო მეტ შეჭამ, მოიმატებ. ამისი ბევრი მაგალითი არსებობს. არის ადამიანი, რომელიც თვეების განმავლობაში მარტო ტკბილეულს, კამფეტებს, მაკდონალდს და ესეთ ტრეშ საჭმელს, რასაც ვეძახი, ჯანკ ფუდს, მაგით იკვებებოდა. ოღონდ კალორიულ დეფიციტში იყო, ანუ რაც ჭირდებოდა მის ორგანიზმს, თავის ზონის შესნარჩუნებლად, იმაზე ნაკლებს ჭამდა და იკლებდა. 12 კილო დაიკლო თუ ორ ვსდები. და ასევე შეგიძლია რომ ძალიან ჯანსაღად იკვებო, ჭამო ბრინჯი, ბოსტნეული, სახში გაკეთებული საჭმელი, ხორცეული, მაგრამ თუ გჭირდება 2000 კალორია და შენ 4000 კალორიის მაგ ჯანსაღ საჭმელს შეჭამ, მაინც მოიმატებ წონაში. არ არის მე მგონი ძალიან რთული. და მთავარი კიდე, როცა იკლებ და გჭირდება კალორიის დეფიციტში ყოფნა, გშია, ხშირად. ამიტომაც არის სასურველი, რომ ჭამო ისეთი საჭმელები, როგორცაა ბოსტნეული, ხილი, სახში გაკეთებული საჭმელები. რატო იცი? და იმიტომ რომ სასწაულებს ახდენენ. არა, კუჭს ავსებენ უფრო მეტად, ვიდრე კამფეტი და შოკოლადი, რომელშიც ბევრად მეტი კალორია არის და საერთოდ არ დაგამაყოფილებ და ეს თუ ნაყროვანების შეგრძნებას არ შეგიქმნით. ამიტომ და მხოლოდ ამიტომ, თორემ მე ვარ ახლა დიეტაზე და ვჭამ ნაყინსაც, შოკოლადსაც, კამფეტებსაც და მე 17 დღეა მოკლედ 3 კვირაში დავიკელი 4 კილო და ამის გაკეთება შეუძლია ყველას, მაგრამ რატომღაც უფრო მაგარი პონტია, როცა გჯერა რომ შაქარია მტერი, ან ცხიმია მტერი, ან ის რო რაღაც პურს თუ შეჭამდე და მოგეტყნება და ჯოჯოხეთში დაიწვევი, ანუ არ ვიცი, ანუ გთხოვთ, ანუ სადაც 2025 წელსში ცხოვრობთ და გვაქვს მეცნიერება და ნუტრიციოლოგია, გამოიყენეთ. რა გვინდა ეს სრულწმენები და რაღაც ძალით მოგონილი ამბები. კარგით რა.